სახელითა მამისათა, დაძისათა, დასულისა წმინდისათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა გთხოვოთ, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ყოველდღე ვაქვეყნებთ ჩვენ ვიდეოებს ძველი და ახალი აღთქმიდან, წმინდა მამების გამარტებით, ასევე ქართველი წმინდანების შესახებ და ასევე წინასწარმეტყველებზე. არხზე შეგიძლიათ მოისმინოთ ფსალმუნები წმინდა მამების გამარტებით, არის საინტერესო თემები და საკითხები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურ ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია და ყველას გვაინტერესებს და გვაწუხებს. დარჩით არხზე და მიიღეთ ყოველდღე სულიერი საზრდო. მეგობრებო, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას, კითხვას და ესე იგი დღეს გვაქვს ჩვენ 63-მე ფსალმუნი. დასასრულსა ფსალმუნი დავითისი და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. შეისმინე ღმერთო ხმისა ჩვენისაი, გევედრებოდი რაიმე შენდამი შიშისაგან მტერისა იხსენ სული ჩემი. გამარტება ასეთია წმინდა ბასილი დიდის, რომ დავით მე ფსალმუნე, დავით მეფე ხო ღმერთს თხოვს, რომ მოусმინოს მის ლოცვას, რადგან მტრებისგან, როგორც ესე გარეგანი, ესე შინაგანი ცოდვების საფრთხე ემუქრება. ბასილი ამბობს, რომ ეს ლოცვა გვასწავლის ყოველ გასაჭირში ღმერთს მიმართოთ, რადგან მხოლოდ ისაა ჩვენი ნამდვილი მფარველი. შემდეგ მეორე მუხლი. დამიფარე მე ამბოხისაგან, უკეთურთაისა და სიმრავლისაგან მოქმედთა, სიცრუვისათა. იოანე ოქროპირი გამარტავს, მეგობრებო, აქ დავითი ითხოვს დაცვას ბოროტი ადამიანების შეთქმულებისაგან, რომლებიც სიცრუითა და ღალატით მოქმედებენ. ოქროპირის თქმით ეს გვახსენებს, რომ ბოროტება ხშირად როგორც წესი ფარულად მოქმედებს, მაგრამ ღმერთი ყოველთვის ხედავს, რა თქმა უნდა, და იცავს მართალს. მესამე მუხლი. რომელთა აღილესნეს ვითარსა მახვილნი, ენანი მათნი, გარდააცვეს მშვილდსა მათსა, საქმე სიმწყარისაი. ბასილი დიდი გამარტავს, რომ მტრების ენა იარაღივით მჭრელია. მათი სიტყვები კი მოწამული ისრებივით. წინა ბასილი დიდი გვაფრთხილებს, მეგობრებო, რომ ესე იგი ცილის წამება და ბოროტი სიტყვები ისეთივე საშიშია, როგორც ფიზიკური იარაღი, მაგრამ ღმერთი ამ ყველაფრისგან გვიხსნის. შემდეგი მეოთხე მუხლი. რაით ამცა განგუმირეს დაფაროსა შინა უბიწოი, მყის სისრა უყონ მას და არა შეიშინო. ეხლა არის ეს თეოფილაქტე ბულგარელის გამარტება, მეგობრებო, და ამბობს, რომ მტრები ფარულად გეგმავენ უდანაშაულოს წინააღმდეგ თავდასხმას, თანაც უფრო თავდაჯერებულები არიან, ხო? რადგან ფიქრობენ, რომ არავინ ესე იგი დაინახავს. თეოფილაქტე ამბობს, რომ ეს გვასწავლის არასდროს დაუკარგოთ ნდობა ღმერთის მიმართ, ხო? და რწმენა ასევე, რომელიც ხედავს ყველა ფარულ საქმეს. შემდეგი მეხუთე მუხლი. განიმტკიცეს თავისი თვისისა, სიტყვაი უკეთური, მიუთხრეს დარწმომაი, მახისაი და თქვეს, ვინ იხილნეს იგინი. აი ბასილი დიდი გამარტავს, რომ ბოროტ მოქმედები თავიანთ ბოროტ გეგმებში დარწმუნებული არიან და ფიქრობენ, რომ ესე იგი ღმერთი ვერ ხედავს მათ. ბასილი გვახსენებს, რომ ღმერთის თვალი ყველაფერს ხედავს და არავინ ესე იგი არავის შეუძლია მისი სამართლიანი განაჩენისგან თავის დაღწევა. შემდეგ გამოიძიეს უსჯულოებაი,
განილინეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა წარდგეს კაცი სიღრმითა გულისაითა იოანე ოქროპირი განმარტავს რომ აქ მტრები ცდილობენ გამოიძიონ მძიმე უკაცრავად გამოიძიონ გზები როგორ ჩაიდინონ ესე იგი ბოროტება ხო ასევე წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს რომ ადამიანის გული შეიძლება სიბოროტით აივსოს მაგრამ ღმერთი ყოველთვის იცის რა იმალება გულის სიღრმეში და ასე ვთქვათ მისი სამართალი გარდაუვალია და ამაღლდეს ღმერთი ის არ ჩვილთა იქმნეს წყულებანი მათნი ესე იგი ღმერთი ამაღლდება ანუ მისი ძალა და სამართალი ყოველთვის იმარჯვებს მტრების ისრები ანუ მათი ბოროტი გეგმები ხო ეს ისრები ბოროტი გეგმები ჩვილის ისრებივი სუსტია ღმერთის წინაშე და რომ ღმერთი ესე იგი მათ ბოროტებას ღმერთი ანადგურებს ბოროტებას თავისი ძალით შემდეგი მერვე მუხლი და მოუძლურდეს მათ ზედაენანი მათნი შეძრწუნდეს ყოველნი რომანი ხედვიდეს მათ თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს რომ მტრების სიტყვები ხო რომლებიც იარაღად იყენებდნენ საბოლოოდ მათი წინააღმდეგ იქცევა ხო თეოფილაქტე ამბობს ასევე მეგობრებო რომ ყველა ვინც ხედავს მათ დამარცხებას გაუცებული რჩება ღვთის ღმერთის სამართლიანობით და მეცხრე მუხლის შემდეგი და შეეშინა ყოველსა კაცსა და უთხრნეს მათ საქმენი ღმრთისანი და დაბადებულნი მისნი გულისხმაყვნეს იოანე ოქროპირი გამარტავს ღვთის სამართლიანობის ხილვა ყველას აუცებს და აფიქრებს მის სიდიადეზე ოქროპირი გვასწავლის რომ ღმერთის საქმეები გვაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ მისი ძალა სიბრძნე და ესე იგი რაც გვაახლოვებს ღმერთთან და ბოლო მუხლი მეგობრებო ეს არის მე-10 მუხლი შეგახსენებთ რომ ეს არის ფსალმუნი 63 და ბოლო მე-10 მუხლს კითხულობ ჩვენ წმინდა მამების იოანე ოქროპირის და სხვა მამების გამარტებით აუცილებლად წაიკითხეთ ხოლმე ფსალმუნები იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქმნეს ყოველნი წრფელნი გულითა დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ანუ ეს ბასილი დიდი განმარტავს რომ მართალი ადამიანი ხარობს რადგან ღმერთში პოულობს თავშესაფარს ხო და წმინდა ბასილი დიდი ამბობს ასევე რომ გულწრფელი გული ყოველთვის ღმერთისკენ მისწრაფვის და ეს ფსალმუნი გვიჩვენებს რომ ღმერთი არასდროს ტოვებს თავის ერთგულებს ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ წაიკითხეთ არ დაიზაროთ აუცილებლად ფსალმუნები წაიკითხეთ სახლში სამსახურში გარეთ ქუჩაში მანქანაში ტრანსპორტში ესე იგი ყველგან წაიკითხეთ ეს არის უდიდესი მადლი და ესე იგი წაიკითხეთ გაიხარეთ და მადლობა